აქციაზე მივედი 1 დეკემბერი რო თენდებოდა ღამის 4 საათს. და ვიდექი ბილდმორთან. დარბევა დაიწყო 7 საათზე. ისიც კი არ გააყოფილა, რომ რაღაცა რო ხმარო იციან ხოლმე, რომ მოქალაქეები გთხოვთ დაიშალეთ და ეგეთ გაფრთხილებაც კი არ ყოფილა. რესპუბლიკის მოედნიდან, გვერდიდან შემოწვიდნენ ჩვენს ნაკადში და იქ შეხლა-შემოხლა იყო და ბოლოს მე შევჭი ხელში და მე ამიყვანეს. რატო მე რა ვქნა? აი ძალზე გამოდივარ. მიშელეთ. რატო? დედის ყונה. ამასენი დედაშევეც. რესპუბლიკის მოედანზე ყავდათ ჩაყენებული მანქანების კორდონი და იქ ყავდათ ფურგონებიც, მათ შორის, სადაც ხალხს ცემდნენ. გამჭრიკეს, ყველაფერი ამომაცალეს, რაც ჰქონდა საფულე, ტელეფონი, პირადობა და გასახლის გასაღები იყო. რა თქმა უნდა, არაფერი არ დაუბრუნებიათ მერე. იქ ერთი უკვე სხვა მომიტინგე უკვე იყო, რომელიც უკვე ნაცემი იყო, მე რომ მივედი. და ამას რომ მორჩენ, მერე ჩემი ცემას დაიწყეს. ერთად იყო წიხლები, ფეხებში, ტანში, რამდენჯერმე თავში ჩაფხუტის ჩამარტყა ერთ-ერთმა, ეს იყო ალბათ 4-5 ნიღბიანი იქნებოდა. და ამას რომ მორჩენ, მერე გავიდნენ და მოგვიკეტეს კარები და უფანჯრო იყო ის ფურგონი და სულ სიმნელეში ვიყავით, დაშინების თუ რაღაც ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო გარედან დაიწყეს ბრახუნი. ამის მერე გადაადგილა მანქანა სადღაც და მერე გააღეს კარი და სავარაუდოდ ახალი ხუთეული შემოვიდა. კიდევ ერთხელ ცადეს ჩემი გაჩხრეკა და გაძარცვა, მაგრამ ამჯერად უკვე ვეღარ ნახეს ვერაფერი. რომ გაიგეს რომ თუ მე უკვე ერთხელ გაჩხრეკილი ვარ, პირდაპირ თქმაზე გადავიდა. ისევ იგივე სტილით, ისევ წიხლები, ისევ ტანში და ფეხებში რთმევა. ვიცოდი რაც ხდებოდა იმ მარშრუტებში, ნანახიც მქონდა, ანუ უბრალოდ ფსიქოლოგიურად, მომენტალურად შევძელი და მოამზადე, რომ უნდა გამეძლო ამისთვის და ვუძლებდი. ამის მერე უკვე გამომიყვანეს და გადამცეს პოლიციას. კიდევ ერთ დაკავებულთან ერთად ვიყავი. პროცესზე მოსამართლე იყო მანუჩესაცუა და სამართალ დაუბრუნებასთან დაკავშირებით ბევრი არ ლაპარაკია, იმიტომ რომ არც იყო სალაპარაკო, არც მტკიცებულებები იყო იქ, არც არავინ არ იყო იქ. ვილაპარაკა, რომ თურმე ჩვენ პროცესზე ეს პროცესი მიდის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და გაიხსენა, რომ იქ ერთ შენობას კედელზე ჯერ კიდევ არის შემორჩენილი 90-იანების ნატყვი არის და რომ აქ ამ რეალობაში არ უნდა დაუბრუნდეთ და მერე გამოვკითხა უცებ სად ვიყავით, როდის მივედით, როდის დაგვაკავეს რაღაცეები და გავიდა სათათბიროდ რამდენიმე წუთით და შემოვიდა და მერე მე 7 დღეომსა, მე 5. ალბათ იმიტომ რომ მე დილის 7-საც დამაკავეს და ის ღამის 2 საათს დააკავეს და მე უფრო დიდხანს ვარღვევდი კარგას.